მადლობა ბენც. მოგესალმებით ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. Რაღაც თქმა უნდა ძვირფასო მეგობრებო ვიწყებ აქტუალური თემით. შაბათს გაიმართა გოცების პრეზენტაცია. გოცები ხომ გახსოვთ ვინც არიან ჩემი გადაცემაში მომნათლე ესე სახელად მომნათლე გოცები. ანუ იგივე გახარიას ქოცები, იგივე გახქოცები, ანუ გახარიას ქოცები, იგივე გოცები. ანუ ეს ერთი სიტყვით გოცების პრეზენტაცია გაიმართა და ვიწყებ შესაბამისად გოცების თემით. გიორგი გახარიამ დააფუძნა პარტია საქართველოსთვის პრეზენტაციაზე მოწვეული ყავდა ასობით სტუმარი, სცენა, მონიტორები, გადაღება. მოკლედ, პრეზენტაციის დღიდან გაგვაგებინა, რომ სერიოზული გეგმები აქვს. ესე იგი, გახარიას გეგმებს, ნაბიჯებს, მიზნებს ვაკვირდები და აქვე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ვიწევ ახალგაზრდა მაღალ თხელი პირის სახის მსახიობს ოდნავ კეხიანი ცხვირით, რომელიც შეძლებს თქვას შემდეგი ფრაზები. გავიგე. შეხედე. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მსახიობს დავასაქმეთ სრული სამუშაო გრაფიკით, რა ვქნა, თან მონოლოგი, თან საქმეა, რომ გავაკეთოთ, რომ წავიდოთ საქმე წინ, რომ ჭირდება ესეთი ადამიანი. გახარიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და ასევე ქართული ოცნების სუსტ მხარეებზე. მან თქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო. სამი თვის წინ გადამდგარი პრემიერი ამბობს ამას. კაი, პრემიერობას თავი დავანებოთ, კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი და კორუფცია და ნეპოტიზმი თუ იყო და დაჭერით ვერ იჭერდი ვერავის, კუთხეში მაინც დაგეყენებინა ვინმე შეკაი ადამიანი დასჭის ამბავში რომ თვალს დაენახა, თვალი ჭამს, თვალის ვამს. ყველაფერს. გარდა ამისა გახარიამ განაცხადა ქვეყანაში კორუფციაო, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და მთავრობა ხალხსო დაშორდაო. მოკლედ ისეთები ილაპარაკა, მე მეგონა ბოლოს სიმღერით დაასრულებ და აი ამ სიმღერით გამოდი გაარით. აი ესეთი გამოსვლა ქონდა უცნაურად. ჟურნალისტებმა პირდაპირ კითხეს გახარიას თუ ვისი პროექტი იყო მისი ახალი პარტია, გახარიამ ამაზე კატეგორიული პასუხი გასცა. მე არავის პროექტი არ ყოფილვარ და არც მომავალში ვიქნებიო. ამ სიტყვებით მარტო ნაცარი კი არა, თუ რამე სამშენებლო მასალა არსებობს, ყველაფერი ერთად შეგვაყარა თვალებში ბატონმა გიორგიმ. პრინციპში რომ დაუკვირდეთ ვეთანხმები ბატონ გიორგის ნათქვამს, თქვენ არავის პროექტი არა ხართ ბატონო გიორგი, პროექტი იყო ბიძინა ივანიშვილი, თქვენ გეგმა ხართ. გეგმა B, G, C, D, რავი, რამდენიმე გეგმები არსებობს. ბევრი გეგმებია ჩრდილოეთის მხარეში. ბევრი გეგმების მუშაობს ხალხი იქ თქვა. ჟურნალისტებთან გახარიას შეხვედრას დემონსტრაციულად არ დაესწრო ტელეკომპანია იმედი. ჩვენი ბაჯაღლო ტელევიზია, რა თქმა უნდა, ეს არ გამორჩენია გახარიას და მან ძალიან მკაცრი ტონით გააკრიტიკა ეს ტელეკომპანია და ნახოთ როგორი განცხადება გააკეთა. გახარიაო, ისა რა ქვია, მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ იმედი არ არის. ეს რას აჩვენებს, ცით? ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზია. მომესმა თუ როგორი ხოზე ეგრეს ხოსო ისა თქვა. ესე იგი იმედი არის პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზიაო, ტელეკომპანიაო, ესე იგი. ახლა არის ხო პოლიტიკურად მოტივირებული ტელეკომპანია. მაშინ ხო კარგი იყო, რაკურსებით რო გიღებდნენ ოპერატორები, მერე შენელებული კადრებს რო ამონტაჟებდნენ და ასე, თვალს რომ გიკრავდი სექსუალურად. ახლა არ მოგწონთ ბაჯაღლო ტელევიზია, ხო? აბა როგორ გინდათ, ეგრეა, გენაცვალე. რაო ბატონო გიორგი, იმედი გქონდათ და იმედი გაგიცურათ იმედმა? ჯერ სათხართ, იმედგაცრუებები, ტავტოლოგიები და მთელი თავგადასავლები ახლა იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახლა იწყება მთელი თავგადასავლები. ბატონო გიორგი, უბრალოდ რა არის ისიც, მე ვფიქრობ, რომ ტელეკომპანია იმედმა ვერ აიტანა თქვენ რომ ოცნება ზურგში ლახვარი ჩაარწყით. და მაგიტომ გამოგიცხადეს ბოიკოტი. არა, ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ იმედი პარტიული ტელევიზია უბრალოდ უსამართლობას ვერ იტანს ეს არხი. ხვდით? და მაგიტო გადადგა ეს ნაბიჯი. ისე რა არის ცხოვრება? რას წარმოიდგენდა გახარია, რომ ტელეკომპანია იმედის აკლემი მის კართანას დაიჩოქებდა? დაიცა გიორგი, დაიცა არჩევნები რომ მოვა, მე ნახე შენი ბიოგრაფია. ის რაც ჩაგიდენია იმის გარდა კიდევ გაიგებ, რავი, რამდენი რამე გაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ორგანოებით როგორ ვაჭრობდი,
ნარკოტიკები როგორ შემოქონდა, შეიძლება მასონიც იყო, გააჩნია ქოცული პროპაგანდის ფანტაზია, სადამდე წავა, რომელი უფრო მოგიხდება, აი მივხვდი რა არის, იცი, ინდივიდუალურია, იცი? ინდივიდუალურად რაღაცნაირად რომელიღაცა ალბათ მოგიხდება და შეიძლება მე იმაზე აეგოს ყველაფერი, მთელი შენი ცხოვრება. წინაკვირის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. რამაც მათ მომხრეებში ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია. რა ვიცი, გენაცვალე, თქვენ არ იყავით 15 მაისს მიტინგზე ხალხმა რომ დაიქუხეთ რომ შედით პარლამენტშიო? შედითო? 15 მაისის აქციაზე გადაწყდა ფაქტიურად პარლამენტში შესვლა. მე ხო ვიცი კაცო, იქ არ ვიყავი, იქ ვიდექი ხურვალე და ხალხს ვაგულიანებდი 15 მაისის აქციაზე. რა კარგი აქცია იყო, კაცო, რამდენი ხალხი იყო. გამოტენილი იყო იქაურობა რა, ვერ დაითვლიდი რამდენი ხალხი იყო და ხალხმა უთხრა იქ. ჩემი თვალით დავინახე, რომ უთხრა რომ ადექი და შედით რა პარლამენტში რა. არა, ხანდახან მეც იმ იოსელიანივით დაუნდობელი ვარ ხოლმე და ეს პოლიტიკური მხეცი რო არის, ხო იცი ის იოსელიანი ვიყავს მეორე იმას. ნაციონალურად ჯერ თქვენს რომ არ შევალთო, ახლა შედიან, შევდივართ, მაგრამ მიშელის შეთანხმებას ხო ხელს არ ვაწერთო. ერთ კვირაში სავარაუდოდ ასეთ ინფორმაციას მოვისმენთ, შევალთ, მიშელის შეთანხმებას მოვაწერთ ხელთ, ოღონდ მარცხენა ხელით მოვაწერთო. ხო ხდები მარცხენა ხელით, უკვე ხდები რომ აი ესე მაინც პროტესტია მარცხენა ხელით. ნაციონალების პარლამენტში შესვლა საინტერესო სათაურით გამოეხმაურა გაზეთი ასავალ-დასავალი. ასავალ-დასავალი ხო ვიცით? აი იმედი ხომ არის ბაჯაღლო ტელევიზია, ეს არის ბაჯაღლო გაზეთი. მოდით ნახოთ სტატიის სათაური. 34 მიშელი პარლამენტში მიშაობნელდა. სხვა სათაურებით შეიძლება და მაგალითად მიშელი აწირა გაგვიშველი. ან 34 მიშელი მიშა დარჩა შიშველი. ან მიშელი თუ ვერ მიშელი საკითხავი აი ეს არის, ეგეც არის. უამრავი ვერსია შეიძლება, მთავარია აგრესიულად უნდა წაიგითხო, ასე უფრო ბუნებრივად იკითხება. არა, საოცარი გაზეთია ასავალ-დასავალი ძვირფასო მეგობრებო. საოცარი აგრესია გამოსჭუის მისი ფურცლებიდან. სხვათა შორის თვითონ გაზეთს 3 ჯიხურის გამყვიდელი ყავს დაკმენილი. მე ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იგონებს აი ამ სათაურებს. დიდი ალბათობით ამ ადამიანს 2 კვირა ბნელ ოთახში კეტავენ. და მარტო წყალზე და პურზე ყავთ რომ ბოლომდე გამწარდეს. მე შეუგდები ხოლმე სააკაშვილის სურათს და აწერინებენ აი გამწარებულ სტატიებს და სათაურებს. რომელ ქვეყანაში არ უნდა კონდეს გავლილი ჟურნალისტიკის კურსები, ასავალ-დასავალში მაინც არ მიგიღებენ. თუ შავი ხახა და ყურები არა გვაქვს დაჭრილი, რომ ცოტა ალბათ გამოიყურებული. სხვანაირად იმ გაზეთში ვერ მოხვდები, არ ამგონია. მოკლედ უკვე თითქმის ყველა პარლამენტშია და დაეტყო შენობას, დაეტყო პარლამენტს და პარლამენტის დერეფნებს დუხს საპარლამენტო ცხოვრება, ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ ფრაგმენტი ოპოზიციის სამუშაო პროცესიდან. რატომ? ბიჭო, შენ პარლამენტში ხარ, იქ ქუჩაში არა. ქუჩაში კი არა ხარ, პარლამენტში ხარ ხო? და თქვენ მიხედეთ შენდებიან ერთმანეთს. ხედავთ ვის დაუპირისპირდა გიორგი ვაშაძე. ალეკოს არა და იმ მეორეს. გიორგი ეს რაკენი გეკითხები, რაკენი? შენ იოსელიაში მიზიდებული ცეცხლის მრქვეველი დრაკონი გააღვიძე ახლა. ახლა ეს გვინდოდა, აი გეკითხებით, ახლა ეს გვინდოდა? შეგეშინდა ხო გიორგი სასწრაფოდ მოხსენით სახელმწიფო დაცვა და დაუყენეთ ვაშაძეს ყველა. თორე ვიხილავთ შენს ბუმბულს პარლამენტში გაფანტულს ყველა და არიცი როგორი ნადირია ეს იოსელიანი? გამოგაგლიჯას ყანყრატოს. გამოგაგლიჯას ჩამოკიდეს პარლამენტის გალავანზე. სხვებსაც ორ შიშის ზარს სცემდეს, რომ არავინ ჩაიდიოს მსგავსი რაღაც. რა ვქნათ, აი ესეთი პოლიტიკური მხეცი არის და სხვანაირად ვერ შევაფასებდი, რომ მართლა ესე არის, ძვირფასო მეგობრებო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე და გრიგოლ ვაშაძე ერთ საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანდა. ეს შემთხვევით არ გეგონოთ, მეგობრებო, ხედავთ? გიორგი ვაშაძემ როგორი სტრატეგია წარმოგვიდგინა იოსელიანთან ჩხუბის შემდეგ, ახლა უკვე გიორგისაც ყავს მეორე. გიორგი და მეორე გრიგოლი იოსელიანი ხომ არის, მაგრამ თქვენ გრიგოლი არიცით როგორია. მტრისას გრიგოლი, მტრისას. ხო ეჩხუბები გრიგოლს და უცებ ხრება. ხრება და როდის გაჩნდება კაცმა არიცის. მიხვდით რომ ნინძასავით არის. ნინძა, ფაქტიურად ქართული პოლიტიკის ნინძა ბატონი გრიგოლი. ამიტომ ფრთხილად იყავით გრიგოლთანაც. აი ფაქტიურად ორი პოლიტიკური მხეციც არის უკვე პარლამენტში.
გადავიდეთ კრიმინალურ ამბებზე და ჩემს გადაცემაში ექსკლუზივის დროა. Როგორც იქნა დადგინდა ბადრი ესებუას ადგილმდებარეობა, რომელსაც ახლა გაგვაცნობს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური. მოდით ნახოთ ვიდეო. ბადესებუა, სადაც არის ვიცის ჩვენ. ისვენეთ. ბადესებუა, სადაც არის ვიცის ჩვენ. ისვენეთ. მოკლედ ბადრი ესებუა, როგორც ბატონმა გომელაურმა გითხრა, ამჟამად ისვენებს. ამიტომ პოლიცია ეცდება ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს და მაქსიმალურად მისცეს ბადრის დასვენების საშუალება. ცნობისთვის ამჟამად ბადრი ესებუა შოპინგობს ბათუმის მოლებში. ყველანაირი ინფორმაცია აქვს გომელაურს და ამიტომ ესეც გავიგე. ვაგრძელებთ კრიმინალურ თემას და აქვე შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო კითხვას. ყურადღებით მოისმინეთ ფრაზა. ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში. ვისი განცხადება შეიძლება იყოს ეს? A. ისლამური სახელმწიფო, B. ალ-ქაიდა, G. ჰამასი, D. რევოლუციური შეიარაღებული ძალა კოლუმბიაში სახალხო არმია, E. მეუფე იაკობი. გთხოვთ გაუშვათ სწორი პასუხი. ქართველი კაცი მაინც ხო გინდა არ მოწონდეს მართველი პარტია. ნაციონალების დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს რა. ვიცი განწყობა იარაღსაც აიღებენ ხელში. და სწორი პასუხია E. მეუფე იაკობი, ძვირფასო მეგობრებო. ნაციონალურ მოbrunებას არ დაუშვებთო, ქართველი კაცი გაუშვებთო, ქართველი კაციო და იარაღსაც აიღებს ხელში. სასულიერო პირი რატომ არის ასე გაბრაზებული ნაციონალებზე მე არ მესის. რატომ არის ასე გამწარებული მე არ მესის. მე მგონი ვხვდები, იცით? რა არის მიზეზი? პირველი ჯიპი მეუფე იაკობს ნაციონალმა აჩუქა. ანუ ნაცებმა შეაყვარა ჯიპის გემო, ხო და ნაციონალმა აცტუნეს პირველი და მაგას ვერ ინელებს ეთყობა. მაგას ვერ ინელებს და მაგიტო არის ესე გაბრაზებული, რომ პირველი ცтуნება რაში შეიყვანეს, სოდვაში შეიყვანეს კაცი. ფაქტიურად სასულიერო პირი მოუწოდეს მოსახლეობას, რომ იარაღი აიღონ ხელში. ამ მეუფეს მინდა მივმართო, თქვენი ლაპარაკის მანერიდან და ინტონაციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ყველაფერი გიხდებათ, უბრალოდ ეს ანაფორა არ გიხდებათ, რაღაცნაირად არ ხდება კარგად თვალში. აშკარად ზედმეტია, ჯობია გაიხადოთ რამე სამხედრო მხედრიონის დროინდელი ბუშლატა რომ მოიცვათ, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს თქვენი განცხადებები მეუფეო. მეგობრებო, მეუფეს ფორმამ არ მოგატყუოთ, ბატონ თენგიზ კიტოვანის პროფესიით მხატვარი იყო, მაგრამ ამან სულაც არ შეუშალა ხელი აიღო ხელში იარაღი. მოკლედ მეგობრებო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. აღარ ვიცი რა ვთქვა. აღარ ვიცი ვის მივმართო. ამიტომ ღმერთო, თუ შენახლა ჩვენ გვიყურებ. რამდენიმე წლის წინ ქართველმა ხალხმა დედა დაუკარგეთ. დღეს ფაქტიურად დედა აღარ ყავს. მამა ყავს, მაგრამ მამამ კაცრიერ დედასთან ურთიერთობას გვიშლის. ღმერთო, თუ შენახლა ჩვენ გვიყურებ და ხვდები რომ ქვეყანაში კეთილზე იმარჯვებს ბოროტი, ესა და იქნება რამენაირად ფრემაინც დაამთავრე ღმერთო. ღმერთო, თუ შენახლა ჩვენ გვიყურებ და ხვდები რომ მაინც არაფერი გვეშველება იქნება ვინმე დროებითი მართველი მაინც დანიშნო რომ მენეჯმენტი მაინც დაალაგოს ამ ქვეყანაში. მოკლედ იფიქრ ღმერთო და ერთ კვირაში გითხარი პასუხი, ან ნიშანი მოგვეცი, მაგრამ არ აჩქარდე, იმიტომ რომ ჩვენ მომავალ პარასკევსაც ასეთ უიმედო დღეში ვიქნებით. პარასკევამდე. მადლობა. მადლობა.